ოჯახის სპორტსმენებთან დაკავშირებით დავით ნებიერიძე ფარჩაკებს უწოდებს იმ სპორტსმენებს, რომლებიც აქციების დროს პოლიტიკურ განცხადებებს არაკეთებენ, როგორ შეეხება თავაზმში. ჩვენ ხედავთ ხო ბოლო წლების განმავლობაში როგორი შეურაცხყოფა, როგორი შეტევა მიმდინარეობს წარმატებულ ადამიანებზე. ეს არა მხოლოდ სპორტსმენებს ეხება, ზოგადად წარმატებულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა და ვისგან? ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ ცხოვრებაში არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს, ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ, შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, ჩვეულებრივი აგენტურის ქსელის წარმომადგენლები არიან, მოღალატეები არიან და რა თქმა უნდა, არც ერთ სპორტსმენს, არც ერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს ამ ტიპის მსგავსი ელემენტებისგან ასეთი განცხადებების მოსმენა. იცოდნენ, რომ მათი მხრიდან ამ მოღალატეების მხრიდან გაკეთებული ამ ტიპის განცხადებები საერთოდ არ უნდა მიიღონ ყურადღება. პარტიების საქართველოსთან დაკავშირებით საერთოდ ემატა ფედერალისტების პარტია. მიზეზი არის ის, რომ იმ პარტიებს, რომლებიც მიზანიც იყო უკვე დარჩენი რომ აკრძალული იყვნენ, საერთო მიზნები ჰქონდათ ამ პარტიებს და ფედერალისტებს ეს რომ შევაფასოთ, უკვე გადაიგზავნება დღეს ოფიციალური საჩელი. არაფერი, ყველა ის პოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია იმით, რომ მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალებები, დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია, ემსახუროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივად ვიცით ხო ყველამ, რომ აგენტურა არის და ეს წლების განმავლობაში იქნებოდა, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ეს დაჯგუფებები, მოღალატეები შექმნილი იყო და ეს ხელწერა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით არ არის. ზოგადად ყველგან, სადაც არის პოლიტიკური ინტერესი, ყველგან ერთ და იგივე დამოკიდებულება აქვს და ეს სქემა გაშიფრულია. აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვინ საიდან ფინანსდება, ვის რა და ვინ ყავთ პატრონები და რა არის მათი მთავარი შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ამას ყოველთვის მოხდება რეაგირება. ბატონო, მთავართან დაკავშირებით ვიკითხავ 70 საათიანი ყველაზე მაღალი თბილისში ცალკე და აშენდეს. აი, რას ვფიქრობთ, ასე სხვადასხვა სტადიები ვნახეთ, სადაც იგივე საქართველოსთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ ბიზნესისთვის საკმაოდ ხელსაყრელი პრობლემები არის ჩვენს ქვეყანაში, იგივე სტადიებს რომ ავიღოთ. აი, როგორ შეაფასებთ ამას? ზოგადად ის რომ ინვესტიციების თვალსაზრისით ქვეყანა საინტერესოა, ამაზე არაერთი გამოცემა წერს და ამაზე მეტყველებს ის ინტერესი, ინვესტიციები, ქვეყნის ეკონომიკურის და ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები, მშვიდობას მოაქვს ამ ტიპის პროექტების განხორციელება, მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტის განხორციელებით და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ინვესტიციების თვალსაზრისით, გადასახადების თვალსაზრისით ყველა კომპონენტში არის საინტერესო ქვეყანა. ჩვენი პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოთ, ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს, ეკონომიკური წინსვლა გქონდეს და მოსახლეობა იგნოს კეთილდღეობა. პროექტის ადგილმდებარეობაზე არის ინვესტიცია თუ არის დეველოპერების მხრიდან ყიდვა ბრენდის სახელის? ორივე. ამასთან დაკავშირებით ხა მე გუშინაც ვკითხულობდი ხო ქართული წარმოშობის ებრაელი ახალგაზრდა კაცი რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით ძალიან თბილად ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით მისი მშობლები საქართველოში დაიბადნენ საქართველოში გაიზარდნენ ფესვები საქართველოშია და ძალიან მიხარია რომ ეს ოჯახი ინვესტიციების თვალსაზრისით შემოდის საქართველოში ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი პოლიტიკით ყველაფერს გავაკეთებთ რომ ბიზნესს ხელი შეუწყოთ და ამ ტიპის პროექტები განხორციელოთ. ან თვითონ მათი მხრიდანაც იქნება ინვესტიცია და ეს არ იქნება მხოლოდ მაგალითად სახელის გამოყენება, ნუ რაც აპროპირებული პრაქტიკაა. ახლა დეტალებზე მე შემეკითხებით მე მაშინ ეს გარიყავთ ადგილმდებარეობაზე კითხავს, პროექტის ადგილმდებარეობას ხშირად არის ხოლმე ზოგადად ურბანისტების მხრიდანაც კრიტიკის საგანი. აი ამ შემთხვევაში გვაინტერესებს ეს ტერიტორიულად დაჭირდებათ თუ არა მათ შორის გეგმით რაიმე ცვლილებების შეტანა, იქ ხომ არ არის რეკრეაცია, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ ხოლმე რომ რეკრეაციის ხარჯზე არ გაქვს. როდესაც დეტალებზე იქნება
ცენტრალურ შემოსული პარკთან არის. წინადადება, მაგრამ უკვე გავაკეთებთ განმარტება. ჩვენ ვერ გეტყვით. ეს ის ტერიტორია არის, სადაც ვისოლი ვერ გეტყვით, არ ვიცი, ჩვენთან არ ყოფილა იგორ არ. ბლაჟევიჩთან დაკავშირებით განაგრძობს ორგანიზაციების დატრენინგებას. თემა არის საქართველოში რევოლუციური სცენარების დაგეგმა. როგორ აფასებთ ამას? რას ნიშნავს ეს? თუ არაფერი ეს მტრული საქმიანობა გრძელდება, ხომ ვიცით ყველგან საიდან ფინანსდება, ვინ არის ამ ყველაფრის სათავეში და მთავარი ინტერესი რა აქვს, ხო? ძალიან კარგად ვიცით ყველაფერი, ყველა გაშიფრულია აბსოლუტურად და წინა წლებშიც ხო რამდენჯერმე იყო მცდელობა საქართველოში რევოლუციის მოწყობის, იგივე ტრენინგების ჩატარება, ხო გვახსოვს როგორ იფუთებოდა აღნიშნული ტრენინგები, რომ თითქოს რაღაც მძიმესენი დაავადებული ბავშვების ტრენინგები უნდა ჩაეტარებინათ, ამისთვის პულს იღებდნენ და რეალურად იქ საუბარი მიმდინარეობდა რევოლუციურ სცენარზე, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს, რა პროცესები უნდა წარიმართოს და ასე შემდეგ. იგივე არის ახლაც, ხო, ეს ქვეყნის მტრები არ ჩერდებიან, ცდილობენ რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავონ, ცდილობენ იმას, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, მაგრამ სახელმწიფოს სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ვინც კი რაიმე კანონდარღვევას ჩაიდეს, ამას მოყვება ძალიან ხისიერი და მკაცრი რეაგირება. ბატონო კახა, ცოტნე ივანიშვილის მიმართვა გეცოდინებათ, რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, მათ შორის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, დიალოგს როგორ ხედავს მხარეებს შორის დაპირისპირების დასრულებას და მან გააკრიტიკა ორივე მხარე იმ ტერმინების გამოყენებაში, რომელიც გვესმის ძალიან ხშირად ნაცი, კოწი, რუსი, აკაცუკი მათ შორის. ტერმინი, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენ დაამკვიდრეთ, იმიტომ რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამას იყენებდა აქტიურად აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. დღეს შალვა-პაპუაშვილი ამბობდა, რომ პრაქტიკულად გაივიჩნდა ამ ტერმინს, ჩვენ ამ ტერმინს არ ვიყენებთ. როგორ ფიქრობთ, როგორ უყურებთ ამ პროცესს? ცოტნე ივანიშვილის კრიტიკა მოგემართებოდა თუ არა თქვენ და თქვენ როგორ ხედავთ აი ამ ტერმინებით სწორედ დიალოგის და აი ამ დაპირისპირების დასრულებას ორ მხარეს შორის? და კონკრეტულად რა გაინტერესებთ? ხაბა რაზე გაქვთ შეკითხვა კონკრეტულად? თქვენს მიერ დამკვიდრებული ტერმინი აკაცუკი, რომელიც ცოტნე ივანიშვილმა გააკრიტიკა, ჩვენ არ რომელზეც დღეს დამკვიდრებია. საუბრობდა მათ შორის შალვა-პაპუაშვილი, რომ ჩვენ არ დამკვიდრებია, ეს თავად იმ ადამიანებმა ისაუბრეს, ვინც აქციაზე გამოდიოდა, ხო? თვითონ ისაუბრეს, რომ აკაცუკები ვართ, აკაცუკები ვართ, ასე თქვეს და. რავი, თუ გინდა ნახეთ, არქივში არსებობს ამის ვიდეო მასალა. ანა თუ არ აქვს დაეხმარეთ, მიაწოდეთ, რომ ყველა აქავართო დაწყებულიო მერაბ კოსტავასულით აკაცუკით დამთავრებულიო და რა ვიცი, თქვენ თვითონ გამოიყენოთ ისევ აკაცუნები, აი ეს ტერმინი. მე რასაც ვაფიქრებ, ამას მე თვითონ გადავწყვეტ და მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას რა ტერმინით და როგორ ვესაუბრო ადამიანს, ვინც რასაც იმსახურებს. ტრამვაის საუბრობაზე დიპსტეიტის გეგმაზე და ქვეყანაში არაობის მცდელობაზე შაქრიშვილი წერს. როგორ? პარტიების საკითხის საუბრობაზე და შაქრიშვილის წელს გეკითხებით. ტრამვაის ტენდერზე გკითხავთ, როგორც უცებ დასრულებულია, წინადადებითი ცნობილია წარმოქმნილი სამი კომპანიის მხრიდან, შესაძლოა კომპანიის მხრიდან. როდის უნდა ველოდოთ უკვე გამარჯვებულის გამოვლენას, რა პროცესები დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს, საკმაოდ მოცულობითი საბუთები არის და ალბათ მაისის დასაწყისში უკვე გვეცოდინება თუ რომელი კომპანია დააკეთებს აღნიშნულ პროექტს. ბატონო, მოგკითხოს დავსვამ, კარგაკარს ანონსებს, აი გიორგი ვაშაძემ განაცხადა გუშინ, რომ 10 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით კარდაკარის რეჟიმში აპირებენ, რომ მოსახლეობას შეხვდნენ და სრული მობილიზაცია მოახდინონ. პირველ ნაწილში ამაზე რომ ვისაუბრეთ და აი რამდენად სწორი არის 26 მაის ეროვნული თარიღის მისაკუთრების მცდელობა ხო არ არის, როდესაც ამბობენ, რომ მან უნდა მობილიზდეთ და აქციას აპირებენ კი გეცოდინებათ. ხო, ბოლოდან დავიწყოთ. ხე იგი 26 მაისი ეს არის ეროვნული დღესასწაული, ხო, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. და ამ დღესაც ცდილობენ, რომ გამოიყენონ თავიანთი რაღაც ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, ვისგან იმართებიან, ვისგან იღებენ დავალებებს. შესაბამისად, მათ არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, სამშობლოსთან. საერთოდ არ აინტერესებთ ზოგადად მცნება სამშობლო და ქვეყნის სიყვარული. მათ აქვს კონკრეტული დავალება, კონკრეტული მისია და ისინი რა თქმა უნდა მიყვებიან ამ მითითებებს. ახლა ვაშაძემ რა კარდაკარი უნდა იაროს და ვისთან უნდა მივიდეს ან რაზე უნდა ესაუბროს და ამ მსგავსმა ტიპაჟებმა ხო წარმოუდგენელია ეს, ხო? შესაბამისად, ნახეთ როგორი სიტუაცია არის დღეს ქვეყანაში ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხებზე აბსოლუტურად თავისუფლად შესაძლებელია სხვადასხვა
იყო სხვა პლატფორმებიდან და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს ვინ არის ვინ რას საქმიანობს ვისგან იმართება რა არის მათი მთავარი мотиваცია თუნდაც ქვეყანასთან და ხალხთან მიმართებით და ვინ არიან ეს ადამიანები ვინც წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ კი რაიმე უბედურება შეიძლება ქართულს დამარხონ და ყველაფერი გაუკეთეს ყველაფერი აკადრეს და ყველაფერი იკადრეს შესაბამისად მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს რაც არ უნდა რაღაც ცალკე პარტიები შექმნან ახალი სახელები დაირქვან ყველა იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა და იმართებოდა გარე ძალების მხრიდან და ეს დღესაც გრძელდება სამწუხაროდ. ბულგარეთში ნიშნის წარმოთთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემების დოკუმენტებით თქმდება, რომ სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს ამ წამალს, მათ შორის რამდენიმე ფაქტი იყო ლეტალურად როდესაც დასრულდა, რამდენად სახიფათო არის სახელმწიფომ მსგავსი პრეპარატი მიეწოდოს მოსახლეობას. მე ხო გულწრფელად გეტყვით, დარგი სპეციალისტი არა ვარ. არ ვიცნობ აღნიშნულ საკითხს, თუმცა რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თუ რა ვითარება იყო, რა მდგომარეობა იყო და ხო ყველანაირ პოლიტიკას თავი დავანებოთ, აი სულ ადამიანურად ვამბობ ამას, რომ აი თვითონ წარმოებელი კომპანია, ვინც არის, ეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნახოს, ვინც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თვითონვე წარმოებელი კომპანია ვერ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ პრეპარატს. აი მე ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას. აი როგორ როგორ მიგაჩნიათ, დავანებოთ ყველანაირ პოლიტიკას თავი, როგორ მიგაჩნიათ, რომ სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ამ ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას, ხო? ბულგარეთის კომისიაზე მინდა თქვა და ნახოთ საქსტატის ანგარიში რომ მარტის თვეში კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი ფასები სხვადასხვა პროდუქტზე როგორ შეიძლება ეს გავიგოთ მაშინ როდესაც სამი თვეა პრაქტიკულად მუშაობს რამდენიმე კომისია საერთოდ ფასებმა დაიკლოს არ ვიცნობ საქსტატის მონაცემებს თუმცა ზოგადად ფასებთან დაკავშირებით თქვენ იცით რომ საპარლამენტში შესაბამისი კომისია არის შექმნილი მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია, აქტიური მუშაობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, დარგის სპეციალისტებთან და დაველოდოთ თუ რა იქნება შედეგი საბოლოოდ ამ კომისიის მუშაობის და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ბულგარეთში ჩატარებული არჩევნების შევაფასოთ 8 ჯერ ჩატარდა უკვე ბოლო 3 წელიწადში არჩევნები და ლიბერალ პარტიებმა ბერცოცხლ შედეს გამარჯვება. ისო ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტმა გაიმარჯვა, ეს რომ შევაფასოთ ეს პროცესები ზოგადად რის სიმართლეშია ეს კომიტეტი. ხო, მინდა პირველ რიგში მიულოცო ბატონ რადევს, ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. აქაც ახლა თუ დავაკვირდებით პროცესს, რა პროცესები მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, ბრიუსელის უშუალო ჩარევებით იყო მცდელობა იმისა, რომ როგორმე კოალიციური მთავრობა შეკრებილი იყო, კოალიციური ხელისუფლება ყოფილიყო, თუმცა ზოგადად კოალიცია ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს კოალიციური მმართველობა. ჩვენ ხო წლების წინ კოალიციური მთავრობა გვყავდა, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემები იყო, იგივე თუნდაც გადაწყვეტილებების მიღებაში, სისწრაფეში, ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა მალანისთვის, რა თქმა უნდა, კოალიციური მთავრობა და ქვეყნის მართვა უფრო მარტივია. მარტივია მათთვის, რომ უფრო მარტივად მართავენ ქვეყნებს, ხო რაღაც არ მოეწონებათ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ არიონ, დაშალონ კოალიცია და ასე შემდეგ. ნუ ზოგადად ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნებისთვის კოალიციური მთავრობა. დიდი მადლობა. საპატრიარქოს არჩევნებზე თქვენ ხორი სიტყვით. მე რა უნდა მთავრობის მოწოდებები მოვისმინეთ ბოლო 24 საათში, რომ არ ჩაერიოს არავინ პატრიარქის არჩევანში. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ვინმე ჩაერიოს? დაჭირდათ საერთოდ ასეთი ტიპის მოწოდებები. როგორ შეიძლება ვინმე ჩაერიოს, ხო? ამას გადაწყვეტს თვითონ სინოდი, ვინ უნდა იყოს პატრიარქი. ანუ არ თქვენ რომ ხელისუფლებას მოუწოდებენ ამ შემთხვევაში? არანაირი ფაქტი არ არის. მადლობა.